იღამშტობისა გაიღვიძე საქართველოს დილის 9 საათია 7 ივლისი და ვიწყებთ საუბარს ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და იმ რეგიონულ კონტექსტზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე ზეგავლენას ახდენს. ბევრ თემაზე უნდა ვისაუბროთ დღევანდელ გადაცემაში. მთავარი თემა ის ინტერვიუა, რომელიც ამერიკის ელჩმა რადიო თავისუფლებას მისცა. დანიგანი საერთოდ პენსიაზე გადის, ანუ ის აღარსა და ელჩად აღარ დაენიშნება, შესაბამისად სულ სხვა თემამით ისაუბრა მან მიმდინარე პოლიტიკურ გამოწვევებზე, რაც საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებს შორის დგას და მთავარი ახალი ამბავი შეიძლება ითქვას დიდი სკანდალი, რაც გავიგეთ, არის ის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ამ რეჟიმმა, ივანიშვილის რეჟიმმა წერილი გაუგზავნა ტრამპის ადმინისტრაციას, რომელიც დანიგანი ასაფასებს, ეს იყო მუქარის შემცველი, შეურაცხყოფელი, არასერიოზული წერილი. და სწორედ აი ამ წერილის პასუხად მარკო რუბიომ გამოატანა თავის ელჩს გზავნილი ივანიშვილთან, რომელიც პერსონალურად ივანიშვილს უნდა მოესმინა, როგორც ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებ პირს და ივანიშვილმა ამ წერილის მოსმენაზე, ამ პასუხის მოსმენაზე უარი თქვა. ეს ჩვენ ამ ამბის მეორე ნაწილი ვიცოდით და ახლა პირველი ნაწილის დაემატა ამ ამბავს, თუმცა რა ახდა წინ ამ მთელ ისტორიას. ამას გარდა გრძელდება სასამართლო პროცესები. დღეს 11 პირის საქმეა ჩანიშნული თბილისის საქალაქო სასამართლოში. უკვე მედია იქ ვეღარ მუშაობს მოგეხსენებათ, მხოლოდ ამბავს თუ გამოიტანს ვინმე და ისე გავიგებთ შიგნით რა ხდებოდა. ამ ეტაპზე პროკურატურას უწევს ამ მტკიცოს, რომ ეს ხალხი მოქმედებდა როგორც გუნდი, ერთგვარი რაღაცა რაზმი, რომელიც იღებდა, ქონდა გეგმა, ყავდა მეთაური და ამის მტკიცებულები მათ არ გააჩნიათ, რომ ამ ხალხმა სასამართლო დარბაზში გაიცნო ერთმანეთს. შესაბამისად, ეს დახურულობა სწორედ ამ ეტაპისთვისაც კი შეიძლება მათ განსაკუთრებით დასჭირდათ, იმიტომ რომ ამ მტკიცებენ სრულ აბსურდს. ამას გარდა, გიორგი რამიშვილი კვლავ ციხეშია. სილხნეთის მფლობელი, ქართული ბიზნესის, ქართული ბენზინის ერთ-ერთი მეწილე, ძალიან გავლენიანი, ძალიან მსხვილი ქართული ბიზნესმენი დაიჭირეს იარაღის უკანონო ტარებისათვის. როგორც ამბობენ, თავად რამიშვილის გარემოცვაში ეს შემთხვევით მოხდა, რაღაც ბარგი აერია და აეროპორტში წაიღო ხელჩანთა, რომელშიც იარაღები ეწყო. შემთხვევითობას ვერავინ გამორიცხავს, რა თქმა უნდა, თუმცა ერთი ის არის, რომ ეს რომ ერთი წლის წინ მომხდარიყო, გიორგი რამიშვილს არ დაიჭერდა. რა შეიცვალა ასეთ მსხვილ ბიზნესმენთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან იყო დაკავშირებული ოცნების ხელისუფლებასთან, კონკრეტულად ოთარ ფარცხალაძესთან, თუმცა გიორგი რამიშვილის გავლენები ბუნებრივია ოთარ ფარცხალაძის ფიგურასაც ცდებოდა. ბევრად უფრო მსხვილი იყო. შესაბამისად, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ხდება, მით უმეტეს რომ ჩვენ ვიცით, რომ თბილისური საპოლიციო მუშაობის ჟარგონზე იარაღი დაიჭირეს, ამის უკან ხშირად უნდა მოვიკითხოთ, რომ აქ რაღაც სხვა მიზანი და мотиваცია იყო. იარაღით იჭერენ მაშინ, როცა რაღაცა სხვა რაღაცისთვის უნდათ რომ სიგნალი გაუგზავნოთ, თორე თბილისში ყველა იარაღით დადის დღეს მოგეხსენებათ, ვინც ოცნებასთან არის დაკავშირებული. ამიტომ ეს გასაკვირი არც არის. ამის გამო არავის რეალურად არ იჭერს. ვანიკო თარხნიშვილს დაესხნენ მუსიკოს თავს, მოკლედ ვანიკო თარხნიშვილიდან გიორგი რამიშვილამდე რეჟიმი ყველას ეხება. ესეთი ძალიან დიდი დიაპაზონი აქვს ამ წუთას. ბევრი ამბავი ჩამოთვალე, რაც მნიშვნელოვანია, ჩვენი სტუმარი სწორედ ამ თემებზეც უნდა ვისაუბროთ, იქნება ბუკა პეტრიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების კვლევარი. ბუკა, მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, ირაკლი, მადლობა მოწვევისთვის. თბილისური ურბანული ჭორების განხილვას თქვენ ნამდვილად არ გთხოვთ, ამიტომ დავიწყოთ ქაუტონ დანიგანის ინტერვიუთი, რომელიც საკმარისად სკანდალურია იმისათვის, რომ თბილისური ურბანული ჭორებიც კი გადაფაროს ხანდახან. წმინდა დიპლომატიური თვალსაზრისით, როგორ უყურებთ თქვენ ამ ინტერვიუს, იმ ისტორიას, რაც მოყვა და საბოლოოდ რაღაცა დაალაგდა, ხო, ესე რომ ვთქვათ, რაც არ ვიცოდით, შეივსო და შესაბამისად შეგვიძლია დავინახოთ სურათი იმისა, ასინაურს დადასტურდა ის, რომ როცა რეჟიმი ამტკიცებდა, რომ ამერიკასთან ურთიერთობების დაალაგება სურს, თურმე არც არაფერი ამ მხრივ არ გაუკეთებია პირიქით. დიახ, კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით, მიესალმები მაყურებელს, პირველ რიგში ჩემი უპირობო მხარდაჭერა სინდისის პატიმრებს, რომელთა სასამართლოც არის დღეს სრულიად აბსურდული, სრულიად არანორმალური, რა თქმა უნდა, ცივილიზებული და დემოკრატიული ქვეყნისთვის და მათი მხნეობა, მათი ბრძოლა ნამდვილად უაღრესად დასაფასებელია და ყველა უნდა დაუდგეთ ამ ადამიანებს გვერდში, სწორად და გამართულად უნდა დაუდგეთ ამ ადამიანებს. ყველა დაპატიმრებულს მინდა ჩემი სოლიდარობა გამოთქვა, ასევე მინდა აღნიშნო, რომ გიორგი რამიშვილი საკმაოდ ბევრ კარგ პროექტს და კარგ საქმეს აკეთებდა საქართველოს აკეთებს საქართველოს ბიზნესისთვის. იმედი მინდა ვიქონიო, თუმცა აღარ შევალ ურბანულ ჭორებში და იმედი მინდა ვიქონიო, რომ ეს მართლაც გაუგებრობაა და ის გააგრძელებს თავის საქმიანობას ბიზნესში, ოღონდ რო გვაჩვენებს ამას ცხადია.
რაც შეეხება ელჩ დანიგანის ინტერვიუს, მართლაც მქონდა რაღაცა ერთგვარი ბომბის აფეთქების ეფექტი უდაოდ, ვინაიდან მან ისაუბრა კიდევ უფრო მეტ იმ დეტალზე, რომელიც ნაწილობრივ ცნობილი იყო და ახლა უკვე სურათიც შეიკრა. საბოლოო ჯამში ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უბრალოდ გაენადგურებინა 10 წლეულებით ნაშენები საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები. არაერთი ძალიან საიმედო წყაროს და ასე ვთქვათ ექსპერტების თუ დიპლომატებისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ვაშინგტონში დამკვიდრებულია უკვე სულ რამდენიმე დღის წინ მიღებულ ცნობებს გიზიარებ, დამკვიდრებულია ვაშინგტონში, თეთრსახლში, უშიშროების საბჭოში, სახელმწიფო დეპარტამენტში, მოკლედ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში და ადმინისტრაციაში, რომ საქართველოს ახლა მართავს ანტიამერიკული და ანტიტრამპისტული რეჟიმი. მთელი ეს საუბრები და ხარჯები მართლაც რეალურად, რომელიც გაიგო ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა, რომ დაელაგებინა ურთიერთობები ტრამპთან და იზღია წერილიც ასევე, რომელიც მე არ მგონია სიმართლე რო გითხრა ირაკლი, რომ ან ერთი ან მეორე წერილი ინდივიდუალურად ირაკლი კობახიძის შემოქმედებაა, სულ მცირე აქტიური ჩართულობით ხდებოდა ეს ბიძინა ივანიშვილი. აქცენტები მაინც ივანიშვილის ასული. ერთ მნიშვნელოვნად მოიცნობა მისი ფინანსური რესურსის მოწესრიგების საკითხი და ასევე ის დამოკიდებულება, რომ თუ კი ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია ავტოკრატიებთან ურთიერთობა, ეს რაც ღია წერილში რაც ხო, გაუგონარი ნაწილი არის ამ წერილის. რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენ რაღაც გვერდში ხო, ეს არის აი იმ ხარისხის გულწრფელობა არის, რომელიც ივანიშვილს ახასიათებს. მე მინდა გითხრათ. ასევე აქვე ვიტყვი, რომ უკვე როდესაც მართალია ის მიდის დიპლომატიიდან ელჩი დანიგანი, მაგრამ როდესაც ის ხმარობს ასეთ სიტყვებს, შეურაცხმყოფელი, დამცინავი, მუქარით ახსავსე დიპლომატი მაინც რჩება დიპლომატად, ის ჯერ არასერიოზული ის გადმოსცემს თან ეს არ არის მისი შეფასებები. აქ სულ არის ცდელობა რეჟიმის ცდელობა არის მუდმივად, რომ აი წინა ელჩი, წინა ადმინისტრაცია და ამით გონიათ, რომ რაღაცას იმას რო აკნინებენ წინა ელჩს ან წინა ადმინისტრაციას, გონიათ, რომ ქვეყანას არ შეურაცხმყოფენ ან არ აკრიტიკებენ ამითი და შესაბამისად ეს ახლაც კი ვიდრე ჯერ ასრულებს მოვალეობას, თავის მოვალეობას ელჩი დანიგანი, ის საუბრობს და გვიზიარებს იმ განწყობებს და იმ შტაბ-ეშტილებებს, რომელიც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში ამჟამინდელ ადმინისტრაციაში, რაც არის რეალურად კატასტროფა ჩვენთვის. ივანიშვილი შეიძლება ძალიანაც ბედნიერი იყოს, რომ რუსებმა გაიგონ ეს და დარწმუნდნენ იმაში, რომ დანიგანის პირით ნათქვამი ასეთი შეფასებები ვაშინგტონიდან, ეს არის მისი ერთგვარი იმუნიტეტი, რომ მან დავალება შეასრულა და ამერიკასთან ურთიერთობები მოსცრა და გააფუჭა დიდი ხნით. სხვათა შორის არ იქნება ეს ესე მარტივი იმის უკან დაბრუნება, როდესაც ყველაფერი სრულდება ოდესღაც და ეს რეჟიმიც დასრულდება და მერე ამ ურთიერთობების აღდგენაც ძალიან რთული იქნება და იმ დონემდე მიყვანა, რომელიც იყო მანამდე. როგორ ფიქრობთ, როცა ჩვენ საუბრობთ აი იმ ოცნების ერთ გაცხადებულ პოლიტიკაზე, რომ მათ უნდათ ამერიკასთან ურთიერთობების დალაგება. წინასაარჩევნო პერიოდში, პოსტსაარჩევნო პერიოდში, სანამ ტრამპი გახდებოდა პრეზიდენტი, ისინი საჯაროდ აცხადებდნენ, რომ ჩვენი სურვილია რომ დავლაგდეთ ამერიკელებთან. აი ტრამპი მოვა და ყველაფერი გადაწყდება.
თუმცა აი ეს ფაქტები, რასაც ჩვენ ვიგებთ, ამ წერილის არსებობა ადასტურებს, რომ მათ არანაირად ამის სურვილი არ ქონიათ. ამ წერილზე მეტად, მგონია რომ ყველაზე მეტად ამას ადასტურებს ირანის საელჩოში საქართველოს, მათი რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიყვანა, ხო? ამას გავიგე, რომ საჯარო თვითონ ჩვენ მხარეს არ გაუხდია, მაგრამ ამას ამერიკელებს და ებრაელებს ხო ვერ დაუმალავდნენ, ხო? ანუ ისედაც გასაგებია, მაგრამ თან ირანელებმა საჯაროდ გამოდეს. და გამოვიდა ის, რომ ჩვენ აი სოლიდარობა გამოუცხადეთ იმ ფრთას, ირანს, ხო? იმ ზარალში, რაც მიიღეს ისრაელისა და ამერიკისგან. თავისთავად წმინდა დიპლომატიურად როგორ აიქმნება ეს ნაბიჯი და რა გავლენა შეიძლება ქონდეს იმ აქმაზე, რაც საქართველოს გარშემო იქნება. მორიგი კატასტროფა. ასევე ეს არის რეალურად ძალიან სერიოზული სილის გაწნა და ძალიან სერიოზული სკანდალური ნაბიჯი, რომელიც რეჟიმმა გადადგა ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორის ისრაელის მიმართ. ჯერ კიდევ ის იყო თავისთავად გაუგებარი, რა თქმა უნდა, თუ სპეკულაციებში შევალთ, ეგეც ახსნადია, მაგრამ კობახიძე, როდესაც იყო სამძიმრის წერილზე და სამძიმარი დატოვა საელჩოში, იქიდან 2 საათში გაფრინდა თეირანში. ხო, არ ხდება ასეთი რაღაცები, თუ ის გამოძახებული არ იყო, ეგრეთ ვთქვათ, ჩვენებაზე, იქ რუსეთის დელეგაციის მაღალჩინოსნებიც იყვნენ. ეს ერთი. მეორე, გაატარეს ეს ისრაელის წარმომადგენლებმა, ხო, ისრაელის მთავრობამ გაატარა ისევე, რომ კობახიძე იჯდა გაატარეს, გულისხმობ, რომ შედარებით ესეთი შეფასებები არ მოგვისმენია, ხო? კი, შეფასებები იყო შედარებით ეს უფრო გულის ტკენის, რომ იქ კობახიძე იჯდა, ისმენდა სიკვდილი ამერიკას. ტერორისტებთან ერთად იჯდა ისრაელს და გალერეა იყო წარმოუდგენელი ტერორისტები, ჩვეულებრივ ჰეზბოლას, ჰამასის წარმომადგენლები. ჰეზბოლას, ჰამასის, რა ვიცი, ვინც კი ბოდიში ამ გამოთქვაში დედამ დაწყელა, ყველა იქ იყო და მართლაც წავიდნენ ისინი და გაისტუმრეს ზეციურ პალესტინაში. კი, ნამდვილად. ახლა უკვე ეს კიდევ ამის დამატებით, როდესაც ეს იყო ერთობლივი ოპერაცია ისრაელის, ამერიკის შეერთებული შტატების რეჟიმის წმინდა მსხვერპლების მოსაგონარ მემორიალურ, ესე ვთქვათ, ღონისძიებაზე რეჟიმის უწყების ხელმძღვანელის მოადგილე მიდის, ჩვენ აღვიქვავთ ამას ასე და ასეც არის, ესენი არალეგიტიმური ხელისუფლება ამ ქვეყნის და ძალაუფლებაში არის ეს ქართული ოცნება დამკვიდრებული და ჩაბუდებული ეს რეჟიმი, მაგრამ ისრაელისთვის, ოფიციალური იერუსალიმისთვის, ოფიციალური ვაშინგტონისთვის ეს არის აი უდიდესი ნაბიჯი გადადგმული ამ ურთიერთობების ნგრევისკენ. და ეს საუბარი იმაზე, რომ ეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და სადაც გვინდა, როგორც გვინდა, ისე მივალ და ვისაც გვინდა, იმას მივსამძიმრებთ. ეს არის, არ ვიცი, ახლა ეს ამას ჩემი შვილიშვილებიც კი იუმორით შეხვდებიან, ნამდვილად, იმიტომ რომ არსებობს მექანიზმები, არსებობს სისტემები, არსებობს ელემენტები დიპლომატიის და ქვეყნებს შორის ურთიერთობის და ბალანსის, რომელიც შენ უნდა დაიცვა, მე არ ვამბობ, რომ ქვები დაეშინათ ირანისთვის და ირანის საელჩოსთვის და პროამერიკული და პროისრაელური პოზიციები დაეფიქსირებინათ. თუ ასეთ ნეიტრალიტეტს და საერთოდ მიდის, როგორც ჩანს აქეთკენ რუსეთის, ესე ვთქვათ, ერთგული საყრდენი რეგიონში ნეიტრალიტეტის შირმით, რომელიც არის საქართველოს ამ რეჟიმის პირობებში საქართველოს მომავალი, მაქეთკენ მიიწევენ სხვათა შორის, რომ ეს ნეიტრალიტეტი გააფორმონ და ყველა ბევრი ნაბიჯი გადაიდგმება უახლოეს მომავალში. მაგრამ ისრაელთან ეს იყო უკიდურესად არა მეგობრული, აგრესიული, მტრული ნაბიჯი გადადგმული და ძალიან სერიოზული ზიანის მომტანი ჩვენი ურთიერთობის ისრაელთან და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ნამდვილად არ დარჩება ეს შეუმჩნეველი, არც
პოლიტიკოსების მხრიდან, არც ტექნოკრატების მე მხრიდან. ალბათ ყველაზე მეტ რაც იყვირებს მომხდარ ამბებს შორის იყვირებს სწორედ ეს ამბავი. აი იმდენად ხარ გასასმელია სამძიმრის დასაფიქსირებლად ძალიან კარგად იცის. ჩვენივრად იციან, არ არიან ასეთი დონის უცოდინრები და უვიცები და გულუბრყვილოები, რომ აი მე რა სამძიმარზე მივედი. არ არის ეს რომ არ დაიმალებოდა ასევე და არც უნდათ მე მგონი საბოლოო ჯამში. საბოლოო ჯამში ხა ასეთ რაღაც დამოუკიდებელი წარმოუდგენელია, ოღონდ აქ კიდევ ერთი ფაქტორია და ამაზე თქვენ საგრეშეთ ახლა რომ არავინ არ ითხოვს რომ ჩვენ ირანთან ან დიპლომატიური ურთიერთობები გავწყვიტოთ, ან სავაჭრო ურთიერთობები გავწყვიტოთ, ან რაღაცა სახის ისეთ ურთიერთობაში შევიდეთ, რომელიც ჩვენთვის დამაზიანებელი იქნება. არცერთ შემთხვევაში რა. მაგრამ ამ ყველაფრის გაკეთება და ჩვენ გქონდა ირანთან სტაბილური სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, დიპლომატიურიც რა დონეზეც იყო საჭირო. ბოლო 30 წლის განმავლობაში უხინჯო შეიძლება ითქვას, უხინჯო აბსოლუტურად არ მახსენდება ხა თუ რაღაც არ დარჩენილა საჯარო თვალს მიღმა. ხო, ალბათ შეიძლება ასეთი იყო. ოღონდ ეს ხდებოდა იმ დროს, როცა ჩვენ ვიყავით ამერიკის მთავარი მოკავშირე რეგიონში. ანუ შესაძლებელი იყო ამ ბალანსის დაცვა ყოველთვის და ამათ გადაწყვეტეს, აი ეს საჭირო არ იყო, ანუ არც თეირანში ჩასვლა, არც სამძივრებზე ესეც სიარული. ჩვენ ურთიერთობის დონე არ მოითხოვდა ასეთ ჩართულობას და ამათ შეცვალეს ეს, თუ დავაკვირდებით ირაკლი, თუ დავაკვირდებით ისევ და ისევ დაუბრუნდები 2022 წელს და რუსეთის სრულ მასშტაბიან შეჭრას უკრაინაში ნიღბები ჩამოიხსნა. საჭირო გახდა უკვე და მოთხოვნა დადგა რომ თავისი პოზიციები დააფიქსიროს ყველა ვინ რომელ მხარეს არის. ეხლა ქართული ოცნების რეჟიმი ეწერება აი ღერძში რასაც ქვია ბოროტების ღერძი, არის ეს შეფასებული ვაშინგტონში, ისრაელში ბოროტების ღერძი, რომელსაც აი ესე არის ამ ღერძის ჩამოყოლებაზე, ეს არის რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და ამის დემონსტრირებას ახდენენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ბევრი ფაქტი გახდება ცნობილი ირანთან როგორი ტიპის ურთიერთობებია, კერძოდ სამოქალაქო საზოგადოება ვიდრე არსებობს და ფუნქციონირებს, ცდილობს ამ ინფორმაციების კონსოლიდირებას და მოპოვებას, მაგრამ ამ ცდილობებით აი ამ ხაზში ეწერება ქართულმა ოცნებამ უკვე გამოკვეთა თავისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და აი ამ ღერძის ნაწილი უნდა იყოს ის ლუკაშენკას ბელარუსის ჩრდილოეთ კორეის, ირანის და რუსეთის რაც თავარია და ყველაზე ამ პოლიტიკური ოჯახის ასე რომ ვთქვა. სანამ საერთაშორისო ურთიერთობების ერთ ნაწილზე გადავთ უკრაინაზე მინდა რომ ვისაუბროთ და მიმართულებით რა ხდება, მათ შორის რა დიპლომატიური ძალისხმევა ხედავთ დასავლეთიდან. მინდა რომ ჩვენ შიდა პოლიტიკურ ერთთავარ საკითხზე როგორც მოქალაქის კითხოთ მათ შორის აზრი, ეს არის თვითმმართველობის არჩევნები. ძალიან მწვავე დისკუსია გამოიწვია ამან ოპოზიციის შიგნით. არასასიამოვნო ბრალდებები ვნახეთ მათ შორის, გამოვიდა ისე რომ პოლიტპატიმართა ერთი ნაწილი ემხრობა არჩევნებში მონაწილეობას მამუკა ხაზარიძისა და ბადრ ჯაფარიძის სახით, მეორე ნაწილი, შედარებით უფრო ხალხმრავალი ნაწილი წინააღმდეგია და ძალიან მკაცრი შეფასებები მოვისმინეთ, თქვათ ლელოს მიმართაც და მოხდა ის, რაც მე მგონია რომ ოპოზიციას განწყობა დამორჩევას არ უნდოდა რომ მომხდარიყო, ხო? ოპოზიციის გახრეჩვა და ძალიან უსიამოვნო ბრალდებები. როგორ უყურებთ როგორც მოქალაქე მათ შორის აი ამ პროცესს და რა იქნებოდა ან არის თუ არა კიდევ სივრცე დარჩენილი რაღაცა სწორი გადაწყვეტილებებისათვის? დიდი გულის ტკივილით გულწრფელად რომ გითხრათ, მართლა კიდევ ერთხელ აფიქსირებს სოლიდარობას სხვა პატიმრებთან ერთად მამუკა ხაზარაძის და ბადრ ჯაფარიძის მიმართაც ბუნებრივია და უსურებ მათ რომ სწრაფად გათავისუფლდნენ ამ საპრობილდან. მე ვფიქრობ რომ ლელომ არ ვიცი ახსნა, არ მაქვს რა გარემოებების და გამოისობით, მაგრამ თვით ლიკვიდაციის მიმართულებით გადადგა ნაბიჯი თვით განადგურების მიმართულებით, იმიტომ რომ საზოგადოებაში სულ რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა მე რასაც უყურებდი კვლევა, რომლის თანახმადაც ოპოზიციურად განწყობილი
ამორჩევლის 70% წინააღმდეგია ადგილობრივ არჩევნების ზუსტად 40%-ის მიდამოებში იყო პირდაპირ ბოიკოტის მომხრე, დანარჩენი 70%-მდე ათავებდა ამ მაჩვენებელს ის, რომ ის ხალხი, ვინც ამბობდა, რომ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ანუ ესეც დე ფაქტო ბოიკოტის მომხრეები იყვნენ. კი ბატონო. ყოველგვარი ამ ცვლილების გარეშე პირდაპირ არჩევნებში მომხრე იყო 20%. 20%. სხვა შორის დღეს 2 საათზე არის დაგეგმილი ამ კვლევის სრული იმის პრეზენტაცია, ძალიან საინტერესო იქნება. ეს ძალიან ნიშანდობლივი იყო. ასევე თავად ლელოს ლიდერები, თუ არ ვცდები, მამუკას ინტერვიუ იყო ცოტა ხნით ადრე, რამდენიმე კვირის წინ, რომ ცალკე და დამოუკიდებლად ასეთ მხოლოდ ამ ერთი ან კიდე სხვა პოლიტიკური ძალის გასვლა თვითმკვლელობა იქნება, ციტირებ მას, გიჟები ხო არა ვართ, რომ ასეთ ცალკე გავიჭრათ, რა თქმა უნდა, დიდი ერთობის და ეს დიდი ერთობა ვერ შედგებოდა არა მხოლოდ პოლიტიკურ პლატფორმებს შორის, არამედ საზოგადოებასაც შორის. მე მესმის გულის წყრომა და გულის ტკივილი სინდისის პატიმრების, მათი ტკივილი, მათი ხმა მანამდე გაგონილი იყო, მათ დაფიქსირებული ჰქონდათ ეს თავისი პოზიცია, რომ კატეგორიულად მიუღებელია ადგილობრივ არჩევნებში შესვლა ასეთ ვითარებაში და ასეთ პირობებში. ან უნდა გავითვალისწინოთ ასევე ისიც, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რამდენჯერმე გაუარესებულია კიდევ თვითონ საარჩევნო გარემოც, კანონმდებლობაც, დაკვირვების შესაძლებლობები და საშუალებები. ასე რომ ეს არის განწირული მცდელობა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვერ ვხსნი ამას, რა გარემოებების ქვეშ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ლელოსთვის, რომელიც ჩემთვის ძალიან მახლობელია და ბევრი მეგობარი მყავს და მყავს ჯერჯერობით ვიდრე დატოვებენ ბოლომდე ამ ორგანიზაციას, გულშემატკივრობ მამუკას პადრის და ძალიან გული მწყდება და გული მტკივა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. ეს გამოიწვევს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დროთა განმავლობაში ლელოს როგორც პოლიტიკური გაერთიანების ძალიან სერიოზულ დასუსტებას. ძალიან სამწუხარო ამბავია, მე ძალიან ხშირად მithkomს და ახლა დავიორებ, რომ ლელო კარგი შემონამატი იყო ძალიან ქართული პოლიტიკური სპექტრისათვის. ძალიან ბევრი კარგი ადამიანი შემოიკრიბა გარშემო, ბევრი ადამიანს მისცა რაღაცნაირად პოლიტიკაში შემოსვლის საშუალება და თავისთავად ის, რომ დიდარი ადამიანები, გამოცდილი ადამიანები გადაწყვეტილდნენ, რომ სხვაგან კი არის ცხოვრობენ აქ ამ ქვეყანაში პოლიტიკაში იყვნენ, თავისთავად ყოველთვის კარგი გადაწყვეტილება. ესუდაო დასაფასებელია, მათ ჰქონდათ ორივეს შესაძლებლობა, რომ დაეტოვებინათ ქვეყანა და წასულიყო. ან არ დაეტოვებინათ და დაეხარათ თავი ამ ივანიშვილისთვის და რამდენმა დაუხარა ასე თავი და ყოფილიყვნენ, რა ვიცი. არაფერი გაუჭირდებოდათ, მაგრამ ნუ ასე გადაწყვიტეს. შესაბამისად, მათი ყველა გადაწყვეტილება ეს დასაფასებელი იყო და ახლა ძალიან რთულია, ძალიან დილემური საკითხი არის ეს ყველაფერი და რაც თავარია, ცუდი სიტუაცია და უფრო ცუდი ჩანს წინ. მათ შორის ურთიერთბრალდებების და ამ დისკუსიის. კი, ოღონდ ერთი რაღაც მინდა ვთქვა, რომ ასევე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ოპოზიციურ სპექტრშიც რომელიც არიღებს მონაწილეობას გვესმის მისი ცალკეული ლიდერების მხრიდან, რომ ჩვენ ვიცით როგორ გავაგრძელოთ ბრძოლა, მოწოდება, თხოვნა, რეკომენდაცია იქნება ჩემი მხრიდან, რომ ძალიან დიდი ხნით ნუ გადადებენ ამ წოდნის გაზიარებას და ამის ამოქმედებას, იმიტომ რომ ხალხი განწყობილია მიუხედავად ყველაფრისა, საბრძოლოდ მიუხედავად ყველაფრისა აგრძელებს ამ წინააღმდეგობის მოძრაობაში ყოფნას და ძალიან ნიშნულოვანია და აუცილებელია, რომ აი ამ ოპოზიციურმა სპექტრმაც თავისი თავი, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია არჩევნებთან და ამ რეჟიმთან მიმართებით გაიგივოს და მოიყვანოს თავის თავი საქართველოს მოქალაქეებთან, პროტესტში მყოფ მოქალაქეებთან, იმიტომ რომ არის ეს უზარმაზარი, უბსკრული, იცოდეთ მინდა ეს კარგია რომ ამ ნაწილს ვისაუბრეთ, იმიტომ რომ როგორც წესი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ასევე
ბოიკოტი უბრალოდ სიტყვის თქმა არ არის და სამზარეულოში ჩაისმა რაღაც კონკრეტული ჯერეთი და მეორეს ერთი ეს ბოიკოტი ვინაიდან ამ თემას შევეხეთ ეს ბოიკოტი არ უნდა ნიშნავდეს ახლა ლელოს და მეორე პოლიტიკური ძალის ყოველდღიურ რეჟიმში რაღაცა ამაზე არ უნდა იყოს აწყობილი მათ ლანძღვაზე მათი კამპანია უნდა იყოს ამ რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ბოიკოტი რომელიც რაღაცა კულმინაციასაც მიაღწევს რაღაცა მუკა რაღაც საოცარი ამბავი გავიგეთ უნდა გამოაცხადო ახლა ესე იგი არც ვიცი წმინდა ჟურნალისტური ეთიკის თვალსაზრისით როგორ არის, მაგრამ ნუ ყველა ტელევიზიამ გამოაცხადა მგონი უკვე თორნიკე რიჟვაძეზე არის საუბარი, რომ მან სცადა თვითმკვლელობა. აჭარის მთავრობის მეთაურმა. როგორც ვიცით, გადარჩა საგარეჯოში მოხდა ეს ამბავი, საზღვაოს ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის ალექსი ახვლედიანის დედის სახლშიო, სადაც ბოლო რამდენიმე დღე იმყოფებოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. სხვადასხვა შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და საქმე არის აღზრულიო თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით. ნახოთ, რას გავიგებთ უფრო მეც, ეხლა ნაგოთორნიკე იმედია რაღაც ამ შემთხვევაში იმედია საერთოდ აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ როგორ ჩანს ორივე ანუ ყველა ტელევიზია ამ ინფორმაციას ავრცელებს, ჩვენც მოგვიდა ეს ინფორმაცია, ადგილზე მუშაობენ ჟურნალისტები და უფრო მეტ დეტალსაც გავიგებთ. საინტერესოა რა მოხდა საერთოდ, იმიტომ რომ ერთი ის ვიცით, რომ რიჟვაძის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები არაოფიციალურად, მაგრამ კვაზი საგამოძიებო მექანიზმები, რაც ივანიშვილს გააჩნია, მის წინააღმდეგ მოქმედებდა, რაღაცა ფულს ედავებოდნენ, რაღაცა ფულის მიტანას თხოვდნენ და ფაქტია, რომ ძალიან ისე მოხსნეს და ნახოთ, გავიგებთ უფრო მეც თუნდაც ჩვენი გადაცემის მიმდინარეობის დროსაც. მინდა რომ გადავიდეთ ერთ რაზეც ვთქვით რუსეთ-უკრაინის ამბავს და უკრაინის ომთან დაკავშირებით მინდა რომ ვისაუბროთ. ამ მიმართულებით თითქოს ცდილობა გრძელდება კვლავ, მაგრამ ბოლო საუბარი რაც იყო ტრამპსა და პუტინს შორის აშკარად დამთავრდა ისე რომ ტრამპმა შეაფასა როგორც სრული ფიასკო. ხო და თქვა რომ ამ კაც არ უნდა აშკარად ომის დამთავრებაო. ამ ხრივ თუ გვაქვს რამე საქმე, რომ თავარ გზეგავლენას თქვენ ჩვენ პროცესზე ეს ომი თუ რომელიმე ომი თამაშობს ეს ომი თამაშობს. ნიშნულოვანია რომ ამას მოყვა ზელენსკისთან საუბარი და ზელენსკიმ აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ რომ ყველა აქამდე გამართულ საუბარს შორის ეს იყო ყველაზე პოზიტიური დადებითი და შედეგზე ორიენტირებული საუბარი. პირველ რიგში მან ხაზი გაუსვა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიმართულებით ამ პროდუქტიულობას და პატრიოტის სისტემის რაკეტებისთვის. დონალდ ტრამპმაც ასევე აღნიშნა, რომ ძალიან კარგი საუბარი ჰქონდა ზელენსკისთან და ძალიან იმედგაცრუებულია ვლადიმერ პუტინთან საუბრით. ის უკვე ვეღარც კი ხედავს შესაძლებლობას, რომ სწრაფად დასრულდეს და მოგვარდეს და დამოიწუროს ეს ომი, შეწყდეს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, ის ჩამოყალიბდა და დარწმუნდა, სხვა შორის, რასაც ძალიან დიდი ხნით ადრე ძალიან ბევრი მისივე გარემოცვიდანაც ეუბნებოდა. მან სადა მცდელობა ჰქონდა, მაგრამ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პატრიოტის სისტემები და ვინაიდან ის არის ესეთი გამსჭვალული იმით რომ აღარ დაიხოცოს მშვიდობიანი მოქალაქეები დღესაც ამ დილასაც მთელი უკრაინის მასშტაბით ლამის იყო ყოველ დილას საჰაერო თავდასხმას ახორციელებენ ბალისტიკური რაკეტები და ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური საშუალება არის პატრიოტის სისტემები და ამერიკის შეერთებული შტატების ამ ხრივ ჩართულობა რომ თვითონ ეს სისტემებიც მიაწოდონ და რაკეტებითაც უზრუნველყონ იქნება სასიცოცხლო მნიშვნელობის უკრაინისთვის. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გამოინახოს ასიგნებები გაგრძელების უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ერთი და მეორე მაღალი ალბათობით ლინცი გრემის და ასევე დემოკრატიის სენატორის ბრუმენტალის მიერ მომზადებული სანქციების პაკეტი, რომელიც სხვათა შორის ბევრი ინსტრუმენტებს მოიცავს და თვითონ შეფასებულია როგორც ამერიკელი სენატორების მიერ როგორც დამანგრეველი ძვლებში დამანგრეველი პაკეტი, რომელიც გულისხმობს სხვათა შორის სხვებთან ერთად 500%-იან ტარიფებს მათთვის
პირველ რიგში იგულისხმება ჩინეთი და ინდოეთი, რომ ვინც შეიძენს რუსულ ნავთობს იგივე ჩtildeოვანი ფლოტის მეშვეობით. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ფუჭი მუქარა ჩინური და ინდური კომპანიები, როგორც კი ეს სანქციები შედის ხოლმე ძალაში, ცხადია მე ხდება ჩtildeოვანი ფლოტის რაღაცა გადაფორმირება, გადაღებვა და ასე შემდეგ, მაგრამ ვარს ამბობენ ჩინური ბანკები რუსული გადახდების გატარების, ვარს ამბობენ ინდური ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნები ამ სანქცირებული ნავთობის მიღების და გადამუშავების. ასე რომ ეს სანქციების ძალიან სერიოზულ ეფექტს იქონიებს, მე დარწმუნებული ვარ. ანუ ეს ერთობლიობაში რეალურად მართლა მიიყვანს ომს ლოგიკურ დასასრულამდე და გამარჯვებამდე უკრაინის, თუ იქნება მიწოდებული შეიარაღება, თუ იქნება უზრუნველყოფილი უკრაინის ეკონომიკური მხარდაჭერა და თუ იქნება სანქციები გამკაცრებული რუსეთზე, არის არსენალში კიდევ სანქციები, დარჩენილია რუსული ბანკები, რომლებიც სულ ზღაპავენ სხვათა შორის მინდა გითხრათ. ხო, რუსული ბანკები კარგ დღეში არ არის. კი, ეხლა საუბარი არის, რომ რეალურად ძალიან დიდი სპექტრი რუსული ბანკების უბრალოდ გაბანკროტდება და 3-4 ბანკი დარჩება და იმ ბანკების SWIFT-დან გამორთვა და ნავთობის, ასე ვთქვათ, გადაკეტვა იქნება არცებითი მნიშვნელობის ამ ომისში უკრაინის გამარჯვებისთვის. სანამ დავასრულოთ ეს ბოლო კითხვა იქნება, აღარ მოგაცდენთ მეც ბუკა, მინდა გკითხოთ აუცილებლად სამხრეთ კავკასიის რეგიონში შექმნილ კონტექსტთან დაკავშირებით, ვიდრე ძალიან სპეციფიკური კონტექსტია ეს. ისე გამოვიდა, რომ მოსისხლენ მტრები. იმედი ეს მომავალში შეიცვლება, სომხები და აზერბაიჯანელები, ეს ორი სახელმწიფო, რომლებიც აი მართლა ასეთი მეტ დაპირისპირება წარმოუდგენელია, ორივე საკუთარი სხვადასხვა პროცესიდან გამომდინარე, ორივე დადგა პუტინისგან დისტანცირების აქტიურ გზას. როგორ აფასებთ ამ ნაწილს თქვენ? ეს ამ პროცესს. უმნიშვნელოვანესი არის ჩვენთვის, საქართველოსთვის და უმნიშვნელოვანესი პროცესები ვითარდება რეგიონში. აზერბაიჯანი ხდება პირველი ქვეყანა, სადაც გაიხსნება ნატოს ბაზა, ნატოს წევრი სახელმწიფოს ბაზა, თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, არ უნდა გამოხრჩეს ასევე, რომ ხანკენდიში გამართული ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნების სამიტზე ჩასული იყო უზბეკეთის პრეზიდენტი, რომელმაც ღიად დაუჭირა აზერბაიჯანს ხარი. სომხეთის პრემიერ-მინისტრს ძალიან სერიოზული ძალისხმევა აქვს მიმართული იქითკენ, რომ ის გავლენები, რომელიც არსებობდა რუსეთის მხრიდან წლების განმავლობაში ეკონომიკაში, სულიერ ცხოვრებაში თუ ზოგადად სამოქალაქო, ასე ვთქვათ, ცხოვრებაში, ეს გავლენები მინიმუმამდე დაიყვანოს და უსაფრთხოების კუთხითაც მინიმუმამდე დაიყვანოს, მას რა თქმა უნდა წარმატება უნდა უსურვოთ. რუსი ექსპერტები და საერთოდ ექსპერტებიც ინტენსიურად საუბრობენ შესაძლო ომზე აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის. თუ სადმე წაიმტრევს კისერს საბოლოოდ, შემიძლია გითხრათ, თუ აზერბაიჯანის მიმართულებით მართლაც ამ სრულიად პარანოიდალურ გადაწყვეტილებას მიიღებს რუსეთი, უმძიმეს მომაკვდინებელ დარტყმას მიიღებს. ახლა რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, აზერბაიჯანის და სომხეთის ეს, ასე ვთქვათ, კატეგორიული პოზიცია და ეს წინააღმდეგობის რეჟიმში გადასვლა დამთავრებულია აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის, ის უფროს უმცროსი ძმის და საერთოდ რაღაცა ესეთი კულისებს მიღმა გარიგებების და რაღაცა ასეთი ტიპის ურთიერთობები კარგა ხანს აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები არ ვიდრე რუსეთში რეჟიმი არ შეიცვლება და პუტინიც ასევე არ გაყვება იახია სინვარს და სხვებს, მანამდე ეს ურთიერთობები არ დაალაგდება. ამიტომ ჩვენთვის არის ეს უმნიშვნელოვანესი, რომ ჩვენს გავაძლიეროთ წნეხი და სამხრეთ კავკასია საერთოდ საბოლოოდ სრულად გათავისუფლდეს რუსული
ზეგავლენისგან და რუსული ყოფნისგან უნდა დასრულდეს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ყოფნა და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ახაც რეჟიმი შეიცვალოს და დავბრუნდეთ ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მადლობა ძალიან დიდი. ლუკა პეტრიაშვილი იყო ჩვენთან ერთად საერთაშორისო ურთიერთობების კვლევარი და გემშვიდობებით ლუკა. დიდ ამბავს უნდა დაუბრუნდეთ სამწუხაროს მათ შორის, იმიტომ რომ ვიცით რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არის დაჭრილი. ეს არის წყაროს მიერ მოყოლი ინფორმაცია, ტევ პირველი ავრცელებს, თუმცა არა მარტო ტევ პირველი ამის შესახებ ინფორმაციას. წყარო ყავს ძალოვანებიდან ტევ პირველს, რომელიც მათ ეუბნება, რომ გვიან ღამით თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობას სცადა. ამავე წყაროს ცნობით, ყოფილმა მაღალჩინოსანმა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის კუთვნილი იარაღიდან ორჯერ გაისროლა. რიჟვაძე ჰოსპიტალიზებულია, ალექს ახვლედიანი კი გამოკითხვაზე იმყოფება, სწორედ ეს არის ეს ყოფილი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი. ერთ-ერთი ინფორმაციით რიჟვაძემ სწორედ ახვლედიანის კუთვნილი იარაღით სცადა გულისარეში თვითდაზიანების მიყენება. როგორც ვიცით ის გადარჩა. ნახოთ რა განვითარება ექნება მას. ერთი ის არის რომ ვიცით რომ მას ერთ ის მოხსნეს და მეორე არსებობდა ფართოდ გავრცელებული ურბანული საუბრები იმის შესახებ რომ მას რაღაცა ფულის მიტანას თხოვდნენ, იმიტომ რომ ამიტომ სწორედ ეს პროცესი მიდის კადრების წმენდა, ვისაც ძალაუფლება ჰქონდა, ესე გომელაური, ლილუაშვილი, ყველა ვინც ღარიბაშვილის კადრები, გომელაური და ლილუაშვილი ღარიბაშვილის კადრები არ ყოფილან, პერსონალურად ივანიშვილის იყო, მაგრამ ივანიშვილი ხა ყველას თხოვს რაღაცა მოპარული ფულის დაბრუნებას და ეს მოპარული ფული ბრუნდება, ანუ ეს არის ბიუჯეტის ფული, რომელიც ივანიშვილის ნებართვით ამ ხალხმა შეჭამა და ეხლა ივანიშვილის თulis რომ მას მოპარეს ეს ფული და შესაბამისად რაღაცა ცალ-ცალკე ოფისები არსებობს, სხვა კრიმინალური ავტორიტეტების დახმარებით ამ ფულის ამოღების პროცესი მიდის, იბარებენ ამ ხალხს და სთხოვენ რომ ათეულობით და ასეულობით მილიონი მიიტანოს, საზღვარზე არ უშვებენ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, გიორგი რამიშვილია ციხეში, სილქნეთის მფლობელი, ქართული ბენზინის ბიზნესის ერთ-ერთი მეწილე და ზოგადად ძალიან გავლენიანი ქართული ბიზნესმენი, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქართული ოცნების ხელისუფლებასთან. დაკავშირებული იყო ოთარ ფარცხალაძესთან, მისი მეჯვარეა, მაგრამ 2012 წლის შემდგომ დაუკავშირდა ოთარ ფარცხალაძეს ასე ფარცხალაძის ძალაუფლებასთან ერთად. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ გიორგი რამიშვილის ძალაუფლება და მთელი ეს მისი ქონება და მისი ისტორია ცდება ნამდვილად ოთარ ფარცხალაძის ფიგურას და ვეროთ რომ მსხვილია ვიდრე ახლა უბრალოდ ოთარ ფარცხალაძის რაღაც ბიზნეს პარტნიორი შეიძლება უწოდოთ, ასე ნამდვილად არ არის. შესაბამისად მისი დაპატიმრება არის ძალიან მრავლისმთქმელი, იმიტომ რომ ერთი წლის წინ შეიძლება რაღაც შემთხვევითობით მას ნამდვილად ჩარჩენოდა იარაღი რომელიმე ჩანთაში, არ არის გამორიცხული, მაგრამ ამას ვერ გამოვრიცხავთ შემთხვევითობას, მაგრამ მას ნამდვილად არ დაიჭერნენ და ამის შესახებ ჩვენ ვერ გავიგებდით. ახლა ჩვენ ეს გაგვაგებინა იმედმა პირველ რიგში და თელმა სახელმწიფო ვერტიკალმა. რისი გაგებინება უნდათ ამითი გიორგი რამიშვილისთვის? ნახოთ. იმედი დღეს არის სასამართლო პროცესი ეს მუხლის 7 წლოვან პატიმრობას ითვალისწინებს, მაგრამ არსებობს მოლოდინი რომ მას დღესვე გამოუშვებენ, მაგრამ ნახოთ რა სიტყვის ის პროცესი. მისი გარემოცვა ცდილობს რომ რაღაცნაირად ჩააწყნაროს ამბავი, ამბობენ რომ შემთხვევით მოხდა, არაფერი განსაკუთრებული და ხაზის გასმა არ უნდა აშკარად მომხდარისათვის. ახლა დაუბრუნდეთ სასამართლო პროცესის პოლიტპატიმრებს, ომარ ფურცელაძეა ჩვენთან ერთად იურისტი უფლებადამცველი, ომარ მოგესალმებით, ჯანუ არჩაიას და გური მირცხულაოს ადვოკატი, ამჯერად ასე წარგადგენთ. ჩვენ ნახეთ საოცარი ამბავი, როცა ესე იგი პროკურატურა მოინდომა მტკიცებულების წარდგენა და ამ მტკიცებულებაში ან დაკავებულების წინააღმდეგ, ხოტყოების წინააღმდეგ და ამ მტკიცებულებაში თვითონვე ჩანდა ის სხვა როგორ დანაშაულს ჩადიოდა. ხელისუფლების მხარე, მოდი აღწეროთ კიდევ ერთხელ რა იყო ამასთან თანმიმდევრულად ეხა მივედით სასამართლოს ხდომის იმ ეტაპზე, როცა ვიწყებდით უკვე მტკიცებულებების გამოკვლევას, მათ შორის ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევას და მათ წერილობით არსებული მტკიცებულებების, რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ვიდეო მასალაში, რომელიც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ბრალდებულის თითქოს და დანაშაულის სამხილებლად, აუდიეს წარმოდგენილი იყო ბრალდებულების სამხილებლად მისი გრაფიკული გამოსახულება და ვიზუალური ნაწილი, მაგრამ აუდიო ნაწილში უფრო საინტერესო ინფორმაცია აღმოჩნდა, როგორც თქვენ თქვით, თანაბრად მძიმე, როგორც მორალურად, ასევე სამართლებრივად, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ მოწოდებები
აქციის მონაწილეების დახოცვის, მოკვლის, გაუპატიურების, რომელიც ფაქტობრივად მთლიანად გაზრდებს ამ ვიდეო მასალას. ძალიან საგულისხმოდ და მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიდეო მასალებში მათი შეჯერებით დგინდება შემდეგი, რომ ხმა, რომელიც ერთ შემთხვევაში გასცემს დავალებას, რომ არ დაუშვან ფარები პოლიციის კორდონმა, მეორე შემთხვევაში უწონებს მათ აქციელს და ეუბნება, რომ აი კარგი ბიჭები ხართ, კოჩაღები ხართ და ასე შემდეგ. მესამე ვიდეოში უკვე აღმოჩნდება, რომ სავარაუდოდ არის იგივე ხმა, ვინც მათ აძლევს დავალებას, რომ დახოცონ აქციის მონაწილეები, ან გააუპატიურონ აქციის მონაწილეები და ასე შემდეგ. რაც ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ უბრალოდ მუქარასთან და მორალურად მძიმე და ცუდად მოსასმენ ფაქტებთან გვაქვს საქმე, არამედ აქ საუბარია, რომ შესაძლოა ხელმძღვანელი პირი მის ხელქვეითებს აძლევდეს მიზანმიმართულ დავალებას, რომ იყვნენ განსაკუთრებით აგრესიულები და მათ შორის სიცოცხლე უსწრაფონ აქციის მონაწილეებს. ის კიდევ უფრო მეტად საშიშია. მეტად მძიმეა და ის ნამდვილად არის ორგანიზებული ძალადობა, მით უმეტეს სისტემურად ორგანიზებული ძალადობა, რომელიც უნდა შეფასდეს სამართალდამცავი უწყების მიერ. სხვათა შორის პროკურატურასაც მოუწია აღიარება იმის, რომ ეს ნამდვილად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და თქვეს, რომ გამოძიება არის დაწყებული. უბრალოდ ეხლა საზოგადოებას მქონი ისედაც ცხადია, რამდენად კომიკურია იმის თქმა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც ეხლა უკვე აღიგავა პირისაგან მიწისა, არსებობს ვადაში რას და როგორ იძიებდა, იმიტომ რომ 7 თვის განმავლობაში არაფერი არ გამოვლენიათ, არავინ არ დაუიდენტიფიცირებიათ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა არანაირი სპეციალური საგამოძიებო უნარები არ ჭირდება ამას. ძალიან მარტივად მე და თქვენ შეგვიძლია დავაიდენტიფიციროთ სავარაუდოდ ვინ იყო ეს ადამიანი. ხო, კაცუნა, ბევრი წვალება და მით უმეტეს ბინდროინი ტესტი არსებობს, რომ აღმოაჩინო ვინ არის და კონკრეტულად რა დავალებებს გასცემდა და ცდებოდა თუ არა თავის პასუხს. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, თუ მოიპოვებდნენ ისინი ადგილზე საველე მეთაურების ხმის ნიმუშებს, ფონოსკოპიური ექსპერტიზა არსებობს, რომელსაც ალბათ რაღაც X დრო დაჭირდება იმის თქმად პირდაპირ ვინ არის. მაგრამ არ იცნოს საერთოდ ვინ არის. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად. აი ეს არ უნდა იყოს ადვოკატების და საზოგადოების ვარაუდის დონეზე. ეხლა ჩვენ ლოგიკურ ჯადს ვანვითარებთ, იმიტომ რომ თუ ადამიანი ერთ შემთხვევაში დავალებებს გაცემს ტექნიკური და რაღაც ლოჯისტიკური სახის, მე მისი ხმით ეს მოწოდება ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად არის გარკვეული ტიპის ხელმძღვანელი საველე მეთაური მაინც ხოდი ესე ვთქვათ და ფონოსკოპიური ექსპერტიზა სახელობით შეეძლო უკვე რამდენიმე დღეში დაედგინა ამ პირის ვინაობა. ის ვერ გააკეთა, ჩვენ ვერ ვიტყვით, არ გააკეთა და უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ პროკურატურისვე განმარტებით გამოძიება მიმდინარეობს, გამოძიება რომლის ფარგლებშიც ეს ვიდეო მასალები მათ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიაწოდეს, მიმდინარეობდა უფლებამოსილების გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით. ის ნამდვილად დარგავს უფლებამოსილების გადამეტებას, მაშინ როცა ხელმძღვანელი მოუწოდებს დახოცონ ადამიანები მის ხელქვეითებს და ეს ხელქვეითების რაოდენობა ჯამში 100-ს აღემატება რეალურად ადგილზე. ის არ არის უბრალოდ უფლებამოსილების გადამეტება, ეს არის ძალიან მძიმე სისტემური ორგანიზებული დანაშაული მიმართული აქციის ყველა მონაწილის მიმართ. თუ ამას მეორე ნაწილში ჩვენ დავუმატებთ ჯანმრთელობის დაზიანების იმ რაოდენობას, რაც მივიღეთ აქციაზე. ჩვენ ნახეთ არაერთი ადამიანი, უბრალოდ ოფიციალური სტატისტიკები არსებობს, 300-ზე მეტი დასშავებული ადამიანი, საიდანაც 280 სამედიცინო დახმარება დაჭირდა. ამ 280-დან 100-ს მათ შორის ქირურგიული ჩარევა, ხო? და დაახლოებით 70-მდე ადამიანი დღემდე უჩივის ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლას და მათ შორის აშკარა და ერთმნიშვნელოვანია დადასტურებული შესაბამისი კვლევებით ამ ადამიანების დაზიანება. ჩვენ ამ რიცხვების შეჯამებით, დამატებით იმით, რომ წინსწრები დავალება არსებობდა ეს ხალხი დაეხოცათ და მოიკლათ და ფიზიკურად გაინადგურებიათ, თუ ამ ორ მონაცემს ერთმანეთს დავუმატებთ, თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არის უწყვეტი ორგანიზებული დავალება, რომლის მისია ნამდვილად იყო მინიმუმ ამ ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება და ის ფაქტი, რომ არავინ არ გადარჩა ეს დიწილად ალბათ ღმერთს უნდა მივაწეროთ და იმას, რომ უბრალოდ დაიფარა ეს ადამიანები და არა იმას, რომ რაღაც საპოლიციო ღონისძიება იყო ორგანიზებული იმგვარად, რომ რისკების ელიმინაცია იყო მიზანი. აი აქ ძალიან ხაზგასასმელია ეს, რომ ჩვენ მართლა გაგვიმართა ძალიან მადლობა ღმერთს, რომ მსხვერპლი არ მოყოლია ამ ყველაფერს, იმიტომ რომ რეჟიმის მხრიდან ეს ხალხი გაწირული იყო და სხვა შორის საჯაროდაც ამბობდნენ ამას, იცი? ისინი ამბობდნენ, რომ ეს სხვა ოპოზიცია იზამს ამას თუ რაღაცა უცხო ძალები იზამენ ამას, მაგრამ ისინი შეგუებულები იყვნენ ამას, რომ მათ მოქმედებები შეიძლება მოყოლო და სიკვდილი ადამიანების. და ხელი მოაწერეს ამაზე, ხო? და ამიტომ აი კიდევ ერთხელ რომ ამბობენ ხოლმე ადამიანები, რომ ვიდეოს გამოქვეყნებენ რომელიმე დაკავებულის და აი ჯოხს რომ უქნევს რაღაცას ციხეში, არ უნდა ამის გამო არ უნდა დაისაჯოს.
სპეცრაზმელი რო კლავდა ადამიანს, ის სანამ ის არ დაიშჩება, მანამდე არავის არ აქვს მორალური უფლება დასაჯოს ადამიანი, რომელიც თავს იცავდა. აი ესეთ მარტივ რაღაცას დადის ეს ყველაფერი. არა მარტო მორალური, არამედ სამართლებრივი უფლება არ აქვს, იმიტომ რომ ამ კონკრეტული შემთხვევების თანმიმდევრულად გამოძიების შემთხვევაში იგივე ანდრო ჭიჭინაძე, იგივე ონისე ცხადაძე დაზარალებულად უნდა იყვნენ ცნობილი, როგორც მინიმუმ მუქარის სხერფლი ამ ადამიანების მხრიდან. თქვენ იცით, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია მუქარა, მუქარა ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ არაერთგზის რაღაც სიტუაციურად, რომელიც რეალური ქმედებისკენ იყო მიმართული. ეს შეიძლება მკვლელობის ცდელობა და 1000 სხვა მძიმე დანაშაულად ჩაითვალოს, რის სხერფლნი არიან რეალურად ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და სხვა ბრალდებულები და რაც შეეხება ძალიან დიდი მადლობა ამის გაჟღერებისთვის. ვიდეოები გავრცელდა ჟურნალისტების მიერ საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა საზოგადოებისთვის და პროპაგანდამ ცადა ამ მუქარების გადაფარვა, იმით რომ აი ნამდვილად ხო ისვრიან საგანს. მოდი ახლა სამართლებრივ თავი დავანებოთ და ლოგიკურად მივყვეთ რა. ნახევარ ლიტრიანი ცარიელი პლასმასის ბოთლი წყლის და მეორე მხრივ მუყაოს ნარჩენი პიტარდიდან რამდენად არის ვინმე სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში. ეხლა ის ყველა უთხრას თავის თავს, ვინც პროპაგანდას არის აყოლილი და უსმენს იმ სისულელეს, რაც ვრცელდება საწინააღმდეგო მხრიდან. ეხლა საგნის როლაზე აპელირება, რომ ვიღაც საგანს ისროდა, რაღაც აი თხო სიმართლე ყოფილა არის ნამდვილი, როგორ თქვა, ეხლა უპასუხისმგებლობა პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ, რომ ეს ადამიანმა აკადროს თავის თავს და დაიჯეროს, იმიტომ რომ თუნდაც იქ ხელის მოქმედება ჩანდეს იზოლირებულ შემთხვევაში ექსპერტები ამბობენ იმას, რომ თუ არ ვიცით მანძილი გასროლისა და ესე ვთქვათ სამიზნეს შორის, თუ არ ვიცით საგნის სიმძიმე და რაობა, თუ არ ვიცით სიჩქარე, რა სიჩქარით გაისროლა და რა ძალით, ფიზიკურად შეუძლებელია იმის დადგენა, რა ზიანი შეიძლება მიდგომო და ვინმეს, ხო? ქართული ფილმი არსებობს რეკორდი შეუძლებელია ხო რაღაც ახლა აბსტრაქტულად იმაზე ლაპარაკი, რომ X მანძილზე ეს 200 და 300 მეტრის იქით პლასმასის ნახევრად სარიელი ბოთლი და ის მეორე ნახევარი სავსე წყლით ვინმეს რამეს დაუზიანებდა. და უფრო მეტი ეს ჩაითვალოს იმგვარ სისტემურ დანაშაულად, რომელიც სასჯელად შეიძლება 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდეს. რა თქმა უნდა, უმეტეს მადლობა უნდა დაგემშვიდობოთ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი რამას ყოველთვის გაუსვათ ხაზი. აქეთ მხარეს არის 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, მეორე მხარეს არც ერთი სპეცრაზმელი, რომელმაც ადამიანების სიკვდილისთვის გაიმეტა, ქორწინების ბეჭდები წააძრეს დაცემულ ხალხს და ისინი მოპარეს. ტელეფონები მოპარეს, ცემეს, გაძარცვეს, რა არ იკადრეს, რითი არ დაემუქნენ. ხო, სპეციალურად მარშრუტკები ქონდათ მოწყობილი. სულ შეგახსენებთ ამას, არ ვიცი, ახლა ვინმე თუ გუყურებს ქართლის რადიოს მოხდა, რომელიც ივიწყებენ ხოლმე ამას, მაგრამ სულ შეგახსენებთ ამას, რომ ამაზე გაქვთ თვალი დახუჭული. და არც ერთ სპეცრაზმელი დასჯილი არ არის და მე და პოლიციელს რო დაარტყა, სანამ ის სპეცრაზმელი არ იქნება დასჯილი, მანამდე არც სამართლებრივი, არც მორალური უფლება არ აქვს ვინმეს, რომ დასაჯოს ადამიანი, რომელიც თავს იცავდა და 10 სპეცრაზმელი ურტყავდა იმ ადამიანს. დაგემშვიდობებით, თომარ უგმეს მადლობა. ბოლო ამბავი კი ის არის, რომ თორნიკე რიჟვაძის შესახებ, რა ვიცი, უკვე ალბათ დადასტურებლად შეგვიძლია თქვა, რომ მან როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თვითმკვლელობას სცადა საგარეჯოში ალექსი ახვლედიანის სახლში. ალექსი ახვლედიანი ეს არის ძლეოსნობის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელი საზღვაო ნაოსნო, ხელისუფლებასთან კავშირში, ხელისუფლებებთან დაკავშირებული კაცია სხვა შორის და მასთან სახლშიო. თორნიკე რიჟვაძე მოგახსენებათ მოხსნეს, გააგდეს სამსახურიდან, შემდგომ მამამისიც მოხსნეს. ის ესე იგი თორნიკე რიჟვაძე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური და მამამისი იქვე პოლიციაში დეტექტივების სამსახურის ხელმძღვანელი. თელი აჭარა მაგათი იყო მოკლედ. როგორც ჩანს, ივანიშვილს აღარ მოუვიდა თვალში და დააბრალა მათ, რომ მას ფული მოპარეს. ივანიშვილი ხო ყველა სამას აბრალებს, რომ მას ფული მოპარეს, ოღონდ ადრეული 90-იანი წლებიდან, ხო, თავის ყველა პრარაბი დაჭერილი ყავს, ყველა ნაცისაველი ამის ერთი-ორჯერ ბრალდებული ყავს იმაში, რომ ფული მოპარეს და ოღონდ ხა მას პერიოდულად ეს პარანოიდალური შემოტევა ან იქნებ მართალიც ემართება ხოლმე და ახლა უკვე ეს თავრობაზე აისახება, იმიტომ რომ უკვე მისი უკვე საქართველოს ბიუჯეტი არის. შესაბამისად, თუ ვისაც აძლევდა ამ ბიუჯეტის ჭამის უფლებას, მე იმას დააბრალებს, რომ ახლა შენ ფული მომპარე და ამ პროცესს უყურებთ ახლა ჩვენ კადრების ცვლილებას და კობახიძის ხელით აკეთებს, რაც თავარია ამას თორნიკე რიჟვაძეს მხოლოდ ჯანმრთელობას უსურვებს, რა თქმა უნდა, იმედია ის ფეხს დადგება. როგორც ვიცით, გადაურჩა ის ამ ფილტვი აქვს დაზიანებული და სტაბილურად ძიმია ვითარება, იმედია გადაურჩება ამ ყველაფერს, მხოლოდ ჯანმრთელობას უსურვებს და იმედი ხმას წამოიღებს იმის შესახებ, მის თავს რა მოხდა. ახლა ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ, მეორე ბლოკში ვისაუბრებთ ჭიათურაზე, რას უშუქება ზემოიმერელი ბიზნა ივანიშვილი ზემოიმერეთის მთავარ ქალაქს ჭიათურას, როგორ წირავს მას იმისთვის, რომ ჭიათურამ აღარ იარსებოს საერთოდ.
ჭიათურელები აიყარონ და სხვაგან წავიდნენ საცხოვრებლად, იმიტომ რომ მაღაროების დახურვა ჭიათურისათვის ნიშნავს, რომ ჭიათურა უნდა დამთავრდეს როგორც ქალაქი. არც ალტერნატივას არ ასთავაზობენ არაფერს. სწორედ ჭიათურაზე, ჭიათურის პრობლემებზე ვისაუბრებთ შემდეგ ბლოკში და არა მარტო, ბუნებრივად დაუბრუნდებით მიმდინარე ახალ ამბებს, დარჩით ფორმულას.